ჩვენ მეჯიბრები ძალიან საინტერესო თამაში. სულ გვექნება 5 რაუნდი და თითოეულ რაუნდში ჩვენს წინაშე წარსდგება 5 ადამიანი. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რომელი არის ნამდვილად ის ადამიანი, ვინც წარგვიდგინეს. რომელი მათგანია ყველაზე მეტი ტატუს მფლობელი? პროფესიონალი ტანმოვარჯიშე. რომელს ყავს იდენტური ტყუპის სალი. გინესის რეკორდსმენი. და პროფესიონალი თამადა. ასე რომ დავიწყეთ! ჩვენ უნდა გამოვიცნოთ აქ ტატუს საკითხები. შესაბამისად არის შეფუთმულები. ჩვენ სანამ შემოხვიდოდით, ვფიქრობდით, რომ გოგო იქნებოდა ეგეთი, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი არ გამოდგა. ანუ რა არის, ეხა ტატუს ტიპაჟი უფრო მეხუთე ნომერია, რომელსაც სპეციალურად აქვს ეს ყველაფერი, საყურეს საერთოდ არ ატარებს ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, ალბათ. გადაუწყვიტა რა. მაგრამ სპეციალურად არ გავიხრიტავთ. აი მოდი დავაკვირდეთ, იქ ნახრეტები არის, იქაც ხო არ არის ტატუ ერთი მუხლებზე არ ჩანს. მე მინდა დავსვი პირველ ნომერს, როდის გაიკეთე ეს ტატუ შენ პირველი? 17 წლის ასაკში გავიკეთე პირველი. თუ რამდენის ხარ კი მაგრამ? 18. 17 წლის ასაკში გაიკეთე პირველი. მე როგორც ვიცი, ტატუს ჭირდება დიდი დრო ჭირდება რა. აი ხატვას 2 საათი მინიმუმი. ანუ შეიძლება და ერთ წელში შენიაზე დუელიზამ და პირველი გამორიცხული. 20 ტატუს? რა ლოგიკა. მესამე ნომერიც მუხლებზე ზოგადად იხატავენ ხოლმე ტატუს და რაღაცა ვერ ხედავ რა და. ანუ მუხლზე რო ტატუ ქონდეს. კი, თუ თელს ხოვზე და იქაც უხო და ყველას უკეთ შეფუთმულია. ყელსართები არ უკეთია. როგორ არა, მცივა პროსტა. მცივა. რამდენი ტატუ გაქვთ? ყველა მოგითხარ. აი 5 ნომერს ვკითხავ. რამდენი ტატუ? 27. 27. ეს სწრაფად რო იცის. მე მგონი ემზადება. 27 ტატუ არის. და აი კი რატო არ გაქვს აი აქ? ფიზიკურად ვერ დაიხატავდი. საკმაოდ მწარეა და ფიქრობ რომ არ მის. სადაც სხვა დანარჩენ ადგილებზე გაქვს, მანდაც აიტანდი. რაღაც ორ ნომერზე არ ვსაუბრობთ საერთოდ და მე მგონი ორი ნომერი არის ტატუებით დახუნზული ადამიანი. აი სახელი რა გქვია რომ მითხრა? ბექა. ბექას არ არის ეს ტატუს სამორიცხულია. ტატუს სახელი ნახდათ. აი მე ვიტყვი ხმამ ახლა, მაშინ რომ 2-ს და 5-ს შორის ვფიქრობ. ბიჭო 5 აი 5 აშკარა ფავორიტია ამ საკითხში. ანუ ხო თითქოს ინჯურად უფრო უნდა კონდეს ბევრი ტატუ ხო? ალბათ ესე ვფიქრობთ. ხელებზეც არის ხო? ხელებზე. ყველაფერი დაფარული. ნახე, ნამუშევარია. კაი. 1 2 3 თავშეკავება. 4 მაინც ავწია 5 მაინც ავწია 5 მეჭირა მაგრამ არ ავწია აი 4 არის გამოკვეთილი აუთსაიდერი არ უნდა კონდეს ტატუ ჩემს 3-ს არ უნდა მაგიტო ექნება რა აი ეს ამოწყობ რომ მაგიტო აგებს მე-4-ს აქვს უეჭველი მე-4-ს აქვს კაი ნახოთ ერთდროულად გვაჩვენეთ აი მე-4 ნომერი ოპა ოი მამა ფეხებზეც გაქვს ყველი გამო ტანზე გაქვს მაგია გადატატუებულია მეტი რა ქნასე აი ვინმე მიფიქრა 4 არც განგვიხილავს რა ზუსტად მე მადლობა ბიჭო მაგიტო იგებს ხანდახან ეს კაცი შემაძაი ვიცი მადლობა ჩემი ლოგიკა რაც თქვი ის უარყავი და დავწერე აი ამ პატიოსანმა კაცმა გადმოგცა თავისი ტატუ სალონის ვაუჩერები Armstrong ესე ეწოდება ალბათ ლუის ამბავში ლუი ხო Armstrong-ი იყო და Strong arm-ებზე უწევს ალბათ ძირითადად მუშაობა ვიცით გაქვს Strong arm-ი შეგიძლიათ მივიტანდეთ ამაში მოგესალმებით როგორ ბრძანდებით კარგად თავად ან მოვარჯიში ხო ესე იგი ყველა თან მოვარჯიში ხართ ხო ვითომ რა გავიგოთ ახლა? აი მე ერთი ის დასკვა ჩემს. რო ორ ნომერი სპორტსმენია. სპორტსმენი, ათლეტია. მაგარი მხრები გაქვს. მოცურავეს გავხარ. კი ეცადნენ ჟაკეტი. კი ხარ. მოცურავე? არა, მოცურავენ არ. ორი ნომერი იმას დავეჭვდი რომ ის შემალულია ჟაკეტით. კი, აშკარად შემალულია ის. მალე. ხიდზე გადასვლა შეგიძლიათ ყველას? კი. პირველს არ შევიძლია. მეორე ვერ გვატყუებს. პირველს არ შევიძლია. პირველი გამოირიცხა. ფეხი ხო არ დავაჭერინოთ აქ. ხელში აი. მე მაქვს ამ ადამიანთან კითხვა. რომელ ტურნირზე აქვს მონაწილეობა მიღებული? რომელთ? მე-5 ნომერთან. უამრავ ტურნირზე მაქვს. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, მიიღე, აი ეგეც ვერ მიპასუხ ხა? რა უნდა გიპასუხოს ის უამრავზე თუ? ვენის იმის საერთაშორისო ვენის კონკრეტულად. რა ვიცი? მე მე-5 ნომერი მგონია ტანმოვარჯიშე. მეც.
დიდი ხანია დაკავებული, ხა მესამე ნომრისგან მაინტერესებს. 10 წლის ვიყავი რო შევედი. 10 წელი გვიანია გენესო. რატო უფრო პატარაობაში. ბიჭო, ვერ იტყვი. სულ რამდენის ხარ? 21. რა სწრაფი პასუხი იყო მომზადებული. შენ გადადე უკვე მესამე. მეხუთე ნომერი რამდენი წელს ხარ შეიძლება? 22-ის. ბიჭო, შენ რამდენი კითხავს? არა, ასაკი რა პრობლემაა? რას ქვია რა პრობლემა? რაღაცა მეოთხეზე არ ვსაუბრობთ და მეოთხეა და იდასპიცო. ერთი კითხვა არ დაგვისწია ძმა. მე არ მინდა. ან მეხუთეა? მე აღარ მაქვს კითხვა. იმიტომ რომ ნათელია ჩემთვის. კაი, წავიდა მაშინ. 1 2 3. თავ შეკავება. რა გიწერია? 5. 5 და 3. მე 5. კაი, მაშინ ილეთით მართლა ეგრე უნდა გავწუ. მე თარწმუნებული ვარ 3 რომ. რაღაც ილეთით თუ შეუულია ხო, რა თქმა უნდა, სამთვლაზე მაშინ რაღაცა მე ვიცი უკვე 3 ნომერია ძმა 100%, იმიტომ რომ რაღაცა თავდაჯერებულად დგას და იცის ეხლა რომ აქ გაატრიალებს. დილეტანტებში, არა ტანმოვარჯიშეებში დგას ეხლა და განვიხილავთ. ოპა. აშკარა იყო. დიდი მადლობა. მეხუთე არ ხარ ტანმოვარჯიშე? აი, სასამწუხარო. მსოფლიო და ევროპის ფინალისტი, მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი, სპორტის ოსტატი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. ჩვენი სიცხული მაშინ. და კიდე ისმოდეთ ყველა მე მგონი. შენ რა სპორტით ხარ დაკავებული აშკარა? ძოლ წესების გარშემო. ეცხოვოდა. თქვენ ხო არ გაქვთ ამას ათქოლი, უყურებთ ანგრიმეს? Yes. ყველაზე ძალიან რატომ მოგწონთ გუგა? ეგეც იცით? ეს რა ეჭვია. აღარ შეიძლება. ესეთია ეს. უღრმესი მადლობა რომ მადლობა, დაგიყვანოთ რომ უნდა გამოვიცნოთ ის ყავს ტყუპის ცალი იდენტური. მართლა? კითხვები შეგვიძლია დავუსვათ. პროსტა ვერ ხვდები. ვითი? როგორ უნდა ეს? თქვენს აი ყველასგან მაინტერესებს თქვენს ტყუპის ცალსაც იდენტურად აცვია ხოლმე? გემოვნება ზოგადად გააჩნია როგორ ახლა ჩაის. მოსული არის და ავი შესაძლოა. თქვენ რა? არა. ბავშვობაში ნეტურად გვეცა ხოლმე, მაგრამ ახლა გემოვნება დღეს შეგვეცალა არა. და თქვენ? კი. ბავშვობაში ერთნაირად გეცვა და ახლაც ერთნაირად. დღემდე. ერთნაირად არა, მაგრამ უდნო გავს ასასვლელები ხოლმე. ოდნავ გავს, კი ბატონო. მე გამორიცხავ ოთხეომ ეს. თქვენ? არა, არ გვაქვს ერთნაირად. ერთნაირად არ გაცვიათ. არც ბავშვობაში არ გვაქვს. არ ბავშვობაში არ გეცვა. არა. შეიძლება რაღაცა ერთხელაც არ გსმენთ. ფეშენ ვიქსი რო იყო. სანამ გვაცვევდნენ იქამდე კი და მე აღარ. თქვენი ტყუპის ცალი რა გვარია? აი ხო შეიძლება ჩაიჭრას მანდ ადამიანი. მე ხარ რას ვიტყვი, ვიცი? აი ამ 5 ადამიანისგან რომლის ვიზუალს უფრო შეესადაგება მეორე თავისნაირი. ის უნდა შეიძლება ტყუპი გამორიცხული იყოს რა. ვერ ეყოლება? ვერ ეყოლება. ხო. არის მაგის შანსი. ორ ნომერს ვკითხავ მაშინ. კარგი. თუ გისარგებლია აი სკოლაში გამოცდებზე გადაწერის შენაცვლების სერვისით. ფეულად განხილვები მქონია, მაგრამ პრაქტიკაში არ მოგვიყვანია. არ გაიკეთებია? დამაჯერი არა, სწრაფი ისეთი პასუხი რა. არა სიტყვა და ვისაც ეყოს. აი მესამე ნომერს ვკითხავ რა. ძალიან მალე მიპასუხე, ეგრევე. რა ქვია შენ ტყუპის ცალს? დავითი. აა ბატონო. აი, რაც უთხარი კაცო იდეალურად შო აფიქსირებ ამას არ ვშლი ბატონო. ბიჭო, მე 2-ში, 4-ში და 5-ში ვფიქრობ, პირდაპირ გეტყვი. დავით, თქვენ ვაპატიეთ. არ ფიქრო? პირველს და მეოთხეს არ ვფიქრობ. გაპატიო რომ შემოვა კაცი მე შეხვარი. მე თქვენ. იგივე რომ შემოვა იმაზე. აი მეხუთეც არის შანსი, მაგრამ მეხუთეს ვკითხავ, მაშინ თუ გისარგებლია, აი იგივე ამ გადაწერის ან შეცვლის. არ შეგიცვლიათ ერთმანეთი? რატო? არ დაგჭირებიათ? არა, შეიძლება დაგჭირებია, მაგრამ არ არ შეგვიძლია. გაგირისკავთ. რა ვიცი, არ გაგვირისკავს არასდროს. მაგრამ თქვენი და ყოველთვის უფრო ნიჭიერი იყო. სხვადასხვა საგნებში. მოდი ჰა. კაი. 1 2 თავ შეგავება. შენ? 5. მე ყველა დავიკელი ქულა ეხლა. მესამე. მესამე. მოდი ავწევ, გინდათ? არ მინდა. არა, მიდი 10. არა 10. სამი ნომერი. კაი, ავწი. კოსტა, შემოუში. გოგონა შემოდი. დაუს. რატო გადავწყვიტ? გამარჯობა. მარტო, ვაფშე ვერ მე რომელი შემოვიდა? ვეღარ ხვდები. ვენდები რა გიპასუხა, რაღაცა გითხრა. ზუსტად იქ რაც გიპასუხოთ, ახლობით ერთ წუთში ეგრე არის. რა ქვია სახელები? მათე და უკა. მათე და ლუკა. რამდენი წუთები ხარ? 20-ის. შენ? ორივე, ხო? მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა.
ბიჭებო, ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, რომელი მათგანი არის რეკორდსმენი, ალბათ კუბიკ რუბიკის აწყობაში. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, მე ცხოვრებაში ესეთი გაზეთილი და კაი კუბიკ რუბიკი ცხოვრებაში არ მინახავს. ეს არის პროფესიონალური. თვითონ მოიტანა რეკორდსმენი. მაშინ ცოტა სათუთო. ეს რეკორდსმენი არის 2 ნომერი, იმიტომ მეცნობა. საიდანაც. კუბიკ რუბიკ მასტერი, ხო? მაიკა გამოუშვა კუბიკ რუბიკის ლიგის გამარჯვებულის. კი. აი, მოდი დავუსვავ კითხვას, რამდენ წამში აწყობ 2 ნომერს? დავუსვავ კითხვა. გააჩნია როგორ. რეკორდი რამდენი გაქვს? რეკორდსმენი ხო ხარ? და აი რამდენ წამში გაქვს? მე მაქვს წუთი და 14 წამში. რისიც რეკორდს სად რომელი ლიგის? პატარა აკვარიუმში რა. ერთ ჩასუნთქვაზე მაქვს აწყობილი. წყალში? ხო, აბა. წყალში. მე ამ ხევდი 2 ნომერს, მაგრამ ისეთი რაღაც თქვა რომ ბოლოს დავაბრუნე. ყველა აკვარიუმში აწყო. მოდი, კაი, ერთ ნომერსაც აკვარიუმში, სამი აკვარიუმში. აკვარიუმში? თევზები ხართ? მიტო ახსველი. რა მაინტერესებს იცით? აი, სულ რამდენი ფერია ამ კუბიკ რუბიკის? შეგიძლია პირველ ნომერო მითხრა? 6. სორი, 6. 2, 4, 6. ყოჩა მაგარი ხარ თქო რა. მე მექნება ისე მე-4 ნომერი. მე ვიცოდი სხვათა შორის აი, რამდენს რა იყო ის რეკორდი, რომელსაც აჯობე? 1 წუთი და 40 წამი იყო. ესე ზერელედიც ის თავი. ნომერი გავს კუბიკ რუბიკის სპეციალისტს, მაგრამ არის რომ გამარჯობა. ის ფოკუსი რო არის, ხო იცი, აი, როდებენ პარკში და წკაბდა რო ამოაქვთ ეგრევე აწყობილი, გინახავს ეგეთი რამე? მინახავს. და იცი მაგის გაკეთება. ილუზიონისტი არ ვარ. მე როცა ვარ ამის სპეციალისტი, კუბიკ რუბიკზე ყველაფერი იცი. ყველაფერი მეცოდინებოდა. ეს შენი მოტანილია? კი. და რა ღირს? ეს კონკრეტულად ღირს ვიყიდე სადღაც 10 ლარი. 10 ლარი. კი, ბაზაკლება იყო. მესამე ნომერია რა. ერთი უცებ მითხარი რა, ეს სად იყიდე? გამოვიწერე. საიდან? არ მაინტერესებს, არ თქო. მეტი კითხვა არა. ეს არის გამოწერილი კუბიკ რუბიკი. კაი, 3 ნომერს ვკითხავ, რამდენ წამში აწყობ აკვარიუმის გარეშე აი ამ კუბიკ რუბიკს? 12. 12? ძალიან ბევრი. მაშინ მე აურევი ხა მაშინ. და რიგრიგობის აღმოწყო. ის არც განვიხილავთ. რატო? არ დაკავდება. 5 ნომერი რატო არა? აი მეცნიერების დონეზე აქვს განსაყვანელი ეგრე მგონი. შეიძლება ქონდეს მართლა ეს სფერო ზოგადად. მერობას სხვა შეკითხებს კარგი. აი მე-4 არის საერთო შეიძლება მეორე მეცნობა საიდანაც რა. ილუზიონისტია მე მგონი. კუბიკ რუბიკების? რაღაც ის რა. თუ შეიძლება რა ავწერ. დავაი, 1 2 3. 5-ია ტიპო. იმენა უეჭველი კუბიკ რუბიკია ძა. მე ხე მე-4-ია, ისე გაიხედა. 3 ნომერს და 5 ნომერს გადავცეთ და ერთდროულად დაიწყო ნაწყვეტი. ვინ უფრო საფა დააწყო? 3 2 წავიდა დრო. აუ, 5-ია, ხო ვიცოდი რა. არის ხო 5? არ ვიცი, აბზრიალეს. ვერა აწყობს, ვაო. პროსტა ატრიალი. პროსტა ატრიალი. არა, წონები დაავადდა. შეხარ. ხარშე? ვერა აწყე? არა, ხო? რეალურად ბიჭო, ის რაც თქვი ეგ არის ზუსტად. აი, მაიკა, მართლა ყოფილა, მაიკა. გვაჩვენე ერთი რა შეგიძლია. აბა დაშალით. აბა ვნახოთ აკვარიუმის გარეშე. 1 2 წავიდა. ოუ. აი, რა რეალი. ეგრე უნდა რეალი. 10 წამის. ბრავო. რეკორდზე მოგვიყევი რა. რა მოხდა? ჩემი რეკორდი არის მსგავსი რაც თქვით, ანუ 1 ჩასუნთქვით, წყალში ავაწყე 6 რუბიკის კუბი 1 წუთში და 44 წამში. 6? 6 ცალი? სხვადასხვა? კი. მაგარი შედეგია. ხმელეთს დაახლოებით 7-8 წამში ვაწყობ და წყალში 12-13 წამი ჭირდება. უდაბნოში ჯერ არ მომიხსნია რეკორდი. დამატებები, რავი, სოფლიო ასპარეზობებზე, მაგრამ რეკორდი აქვს დამყარებული უკვე ადამიანის. ერთი 3 ნომერსაც ვკითხოთ, შენი კოლეგა ხო ის? იცი გუგასთან დაკავშირები? აზრე არის. შევერეთ რა. შემოგთავაზე რამე რა. ბლოკია. შევერეთ. გაიხარე ბიჭო. თქვენ ხო რა? ვინმე ხო არ ხარ. თქვენ ხო არ იცით რა მოსე.
გაიხარეთ. მადლობა სასიამოვნო იყო, დიდი მადლობა ყველას. მე პირადად ერთ რაღაცას ვიტყვი, ყველას დავნიშნავდი, ჩემ ქორწილში თამადათ რა, ესეც გამოიყურებით გენაცვალე. კანდიდატურები გყავთ და ამოარჩიე და არ გამოგჩეს ქორწილში დაპატიჟება. შემოგევლეთ. გაიგე ხა ეს შემოგევლეთ ნამდვილი თამადური იყო თუ ის იყო თქვი. შემოგევლე ყოველთვის ნამდვილია. ეგეც არის. კარგით, მოდი წარსულებზე ნუ გავჩერდები და გადავიდეთ მსჯელობაზე. ის არ წასულა გარდაიცვალა. აი. დავიწყოთ მაშინ პირველ ნომერს მოვუსმენთ აი ეს ყანწი პრინციპი და დაუსხალნე ხა. გაგიმარჯოს საქართველო, იდღე ქრწელე. გვაბნებს. ეს ფასიანი თამადა არ უნდა იყოს. არა, ვერ გაიგე. შეიძლება სპეციალურად არის. შეასრულე, აი. ანცი საუსი არ უნდა დამახვედროთ. სიწყნარე იყოს რა. მოდი მეგობრებო, საქართველოს გაუმარჯოს. ნატანჯს, ნაწვალებს, მაგრამ გულით საყვარელს და მოდი მეგობრებო, ყოველმა ჩვენთაგანმა ბოლომდე დავცალოთ. ცოტა მეშინია. ეს გამახალისებს ეს თამადა ქორწილში ვითომ. გაიხარე, აი ეს საქართველოს ნატანჯია მეგობრებო. გაიხარე. ისიც არიელს მაწვდი. ზარი და. შეგივსებენ მეგობრებო, მერიქიბე. სამი ნომერი დაწინაურდა. მოგილოცავთ, გამდე გახალწეს და ჩვენი სამშობლო დაულოცოთ. ქართლ კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ გურიათ, ვისაც ჩვენი დაყოფა და დაშორება წყურია. ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე. ამიტომაც სადაც წავწყდი, ერთიანად მოვთხარ. მიყვარს მტკვარი, მიყვარს ქსანი, ტეხური და ენგური. მიყვარს ლილე, მიყვარს ლალე, მიყვარს ჩელა მეგრული. მაგრამ ყველას მირჩევნია ერთდიდ მუშტად შეკრული. რა თქმა უნდა საქართველო, ვიყოთ მისი ერთგული. დღეგძელი ყავს საქართველო, შენივზე და შენიცა. მრავალ ახალ წელიწად. მიკროფონის აი წელიწად მოგილოცა. უგმესი მადლობა. აი. არ ვიცი, ან სერიოზულად ბოლომდე მეგობრებო. ან მართლა შენსამშინავი თამადა. შეხედე როგორ გადასცა? კი ბატონო. გენაცვალე. მოგესალმებით. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს. მრავალ ჭირნახულს, მრავალ ბედკრულ და ცუდ პერიოდ გამოვლის, რომელიც ყოველთვის ბოლო წამსაც კი არასდროს კარგავდა იმედს, რომ ერთად დადგებოდა. გვაქვს სარწმუნოება, გვაქვს ენა და გვაქვს ჩვენი მიწა, არასდროს არ დაგვიკარგავს და საუკუნეებით გაუძველით და ბევრი იმპერია დღესაც აღარ არსებობს. მოდი ჩვენი მერთიან და ძლიერ საქართველოს დაუჩოქებელს. გაუმარჯოს ამბულანს შემოგიერთდებით. მეხუთე ნომერი მეცნობს ხათ შორის. მოგესალმებით. გამარჯობა. მოდი ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს. ასეთი მრავალფეროვანი კუთხე კუნჭულებით. დღეგრძელი და გამთვალიერებული ყოფილიყოს. აუცილებლად. გაიხარეთ. მოკლე და ლაკონური ხო? აი, ეხლა ლაკონურზე თუ საუბრობთ, მეგონი პირველ ნომერმა და ლაკონურად გადმოგცა. სპეციალურად. შეიძლება დაევალა, რომ ეს მოკლე ეთქვა, რომ არ დამწვალიყო, რომ თამაში. მაგაზე საუბარი, ხო? ანუ ერთ-ერთი არის პროფესიონალი თამარ და გაითვალისწინეთ. ანუ თქვებით ხო, რასაც გულით. ან პროფესიონალი მსახიობი, ან პროფესიონალი თამადა, რა ვქნა ეხლა. 1 2 3 თუ მოგვატყუა და თუ პირველია და თავედი. აუ, შემიძლია შეცვლა? არა. რატო შემასწავლე? მოირგერო. შემასწავლე. ვიდი შეცვალე. პირველ ნომერი კი ბატონო. გაეცინა თვითონ. როგორ გამოვამშრობთ? კი ბატონო, როგორ გავიგოთ? ჰანგრიმენის სადღეგრძელო დალიოს. კი ბატონო. ნამდვილი თამადა გამოვიდეს, დაიწყება ჰანგრიმენი რა არის? სადღეგრძელო დალიოს და დაგვატკბოს აი ასე რა. ძალიან გთხოვთ რომ აბა. სპეციალურად მოკრძალებული ნათქვამები შეარჩიეს. არ გავგიძე, ხარა. მოდი მეგობრებო, პირველ რიგში თქვენ გაგიმარჯოთ. წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას, წინსვლას, განვითარებას. მე ვარ გიორგი ღარიბაშვილი, მიმყავს ქორწილები, კორპორატიულები, ვარ თამადა, ნებისმიერი სახის ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი, ასევე და წარმატებები ბედნიერება. მადლობა დიდი. რავი, მე მგონი თქვენ ძალიან ისე გამოიყურებთ. არ მგონია რომ არ ვერ გეთამადოთ უბრალოდ. გამოგდის ეთყობა, კარგად გამოგდის.
გამიდის რა. საქართველოში მე მგონი ყველა მამაკაც გვითამადია ერთხელ მაინც. ჩვენ ფლენკში მოხდა მეხუთე ნომერი მაგალითად და აგერ ჩაგვიტრიალდა უკან ახლა თვითონ დავხსნით. კარგი მახსოვრობა ქონიათ. შეცვლილი ვიზუალიც გააქვს. მადლობა, დიდი მადლობა. მრავალ ახალ წელს წარმატებებს გისურვებთ ბიჭები. გამოწერილი მყავთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. კარგად. მეგობრებო, გუგა 5 შეცდომით დაასრულა ასპარეზი. ჩვენც ეხლა დიდად კარგად არ ქონდა საქმე, მაგრამ ხო. შესაბამისად გუგა დაიშება და სასჯელს ვიხილავთ ყველანი ერთად აი ამ წამს. გუგას სასჯელი მოვიდა. ნიკუს ჩვენ მივირთმევთ ჩვენს საფილმო გენიალურ შაურმას, ხოლო გუგას ეს ხახუს ნუგბარი შეხვდება, რომელიც ამოვლებულია კარამელში სპეციალურად შეკმაზული მისთვის მიწისთხილის მოყრილი არომატიზატორები და გემრიელად ჩასაკონტროლიზებელია პროდუქტი. ეს არის ტკბილის და ცხარეს ნაზავი, რომელიც გუგას პუჩში მარილიანთან ერთად გადამუშავდება და საბოლოოდ მიიღებს გენიალურ მიქსს. გუგა, წარმატებები. ანუ ძალიან ცუდი ხახვის სუნია. ძალიან კაი სუნი უნდა გქონდეს წესით არა და რო უყურებ. აი ვაშლივითია. მართლა ძალიან ცხარია. ეს კარამელი რო არ ქონდეს უფრო შევჭამდი რა. სანამ გუგა ამ ხახში ექცევა, მანამდე დროს არ დავკარგავ და გეტყვით რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ 2024 არის სასწაულების წელი, თეთრი დრაკონის წელია. აბა, გაგვიმარჯოს ბიჭებო, კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. გაუში, ჩემ ხახს. თქვენ ახლა გონიათ მარტივი, ხო? ერთი ჩაკვიჩი, ხო? ერთი ჩაკვიჩი. არა, ვერ შეგვიძლია. ხო, ატარა. ატუს ხსენ? კარამელი გაია? კარამელი მაგარი. ბიჭო, საკაიფოა რა, ვერ იყიროთ სუდი მასტერი. ჩაყოლი. გუგა არ დააბოყინო, არ დაგუპო გაფიცებ. აი ეს მიყვარს ბარბეკიუზე რო იყოს ეს შეკრაწული. გუგა შეიძლება გამესინჯა. მარშმელოუს პრინციპით. აბა, ასენტერი. ვითომ ხო ხახს ჭამს, ახლა იმდენ ვიტამინს იღებს. ვაიმე. მაგარ პოლივიტამინებს კი იღებს. ვაი დედა. როგორი იყო? აი, აგატირებს ესე იმდენი ვიტამინი გაქვს, მინაღები. აუ, ეხა ერთი 2 თვე მინიმუმ ვეღარ გავწვდები ფიზიკურად. სულ აი ვიტანტალო დედიშობილა. აი ეს დაიმსახურე შენ, ამიღე პირი. გამიღე მაშინ შენ. კარგად იყავით, მადლობა. სულ ესე ჯანი მოგცეთ ამ ხახუმა. მე მაგალითად ეხა მას საკაიფო ჯანი მომწო. დედასპიცა ვიყავი დასუსტებული, მოჩაჩანაკებული, ახალი ნავანტყოფარი, ვარ ჯელი, ჯიყვივით მოგონიერებული ვაშკაცი.